პლუს მულტფილმების ხარისხი ძალიან შეიცვალა. შეიცვალა ნახე რა კუთხით. მულტფილმს აქვს თავის შინაარსი, ქონდა ყოველ შემთხვევაში. და აი რაღაცაზე დაფუძნებული იყო. ეხლა როგორი მულტფილმებია, აი ძირითადად რაც გადის, აჩქარებული აქვს მოქმედებები თვითონ. ბავშვებს რატო არ უყვართ ძველი მულტფილმების ყურება? იმიტომ რომ მოქმედება იქ ბევრად ნელია, ვიდრე აქ. აჩქარებულია მოქმედება, არის ძალიან ბევრი ფერი და იწვევს აგზნებას თავის ტვინის და ამაზე ვსაუბრობთ მე რომ თავის ტვინის აგზნებას შეიწვევს იმპულსის შეკავება უჭირს. იმპულსის შეკავებას თავის ტვინი როგორ სწავლობს? რაღაცა მინდა ამ წუთას ვერ ვიღებ. მაგალითად მინდა რომ კადრი შეიცვალოს. რაღაცა ჩქარა მოხდეს, მაინტერესებს. ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ეს მულტფილმი ესეთია. როდესაც ვიღებ ესეთი სწრაფი დოზით და სკროლვა რასაც აკეთებს, ხო? ადამიანები საკვებს რო უკვეთავენ 15 წუთში თუ არ მოიტანეს, ესეც იმპულსის შეუკავებლობაა დიდებთან, რომ მე გადავადება აღარ შემიძლია. ანუ ამ წუთას მინდა ყველაფერი და ამას რო 2 წლის ბავშვის თავის ტვინი სწავლობს, რომ აი აქ და ამ წუთას უნდა მივიღო, მე ამ ბავშვს ჩვენ სკოლაში ვთხოვთ, რომ მასწავლებელთან რატო არ ჩერდები გაკვეთილზე და ვერ გაჩერდება ფიზიკურად. იმიტომ რომ უნდა რომ იდგეს, ირბინოს და თავის ტვინმა რაც არის სწავლა 6 წლამდე, ის უცებ გვინდა რომ გააკეთოს სკოლაში. ვერ გააკეთებს.